მათ განიხილეს ამ ოპერაციის ლეგალურობის საკითხი და აღნიშნეს, რომ არსებობს ორი მიზეზი, როდესაც ასეთი ოპერაცია შეიძლება დასაშვები იყოს. პირველი ეს არის თავდაცვისთვის, მეორე კი გაეროს შესაბამისი რეზოლუციის არსებობაა. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში მათი თქმით, არც ერთი ეს გარემოება არ არსებობდა. ისინი აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკების გავრცელება სერიოზული პრობლემაა, თუმცა ამავდროულად საერთაშორისო სამართლის დახვეწის საჭიროებაზეც ამახვილებენ ყურადღებას. რა სიტყვით ამაზე? ფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. რაც უფრო ცალსახაა, ისინი ვერ განსაზღვრავენ, თუ როგორ დაიცავს ამერიკა მის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამერიკას ჩვენსავე ჰემისფეროდან თავს ესხმიან ორგანიზებული ნარკოტერორისტები და პრეზიდენტს ამაზე შესაბამისი რეაქცია აქვს. საინტერესოდ მეჩვენება, რომ ეს ევროპული ქვეყნები ჩვენ აქტიურად გვთხოვენ ტომაჰავკების გაგზავნას ევროპაში, რათა კონტინენტი დაცული იყოს. თუმცა, როდესაც ჩვენსავე ჰემისფეროში ავიამზიდებს კონკრეტულ პოზიციებზე ვათავსებთ, ეს მათთვის უკვე პრობლემას წარმოადგენს. ასე რომ ყველამ უნდა გაიგოს. ამერიკის პრეზიდენტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მისი მოვალეობაა ქვეყანას საფრთხეებისგან დაიცვას და ეს ოპერაციაც ამ მიზანს ემსახურება. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.